თავი 28. გადარჩენილებმა მერეღა შევიტყვეთ, რომ კუნძულს მელი დაერქვა. მკვიდრებმა დიდი კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს, წვიმასა და სიცივეში დაგვინთეს ცეცხლი და ყველას გვიმასპინძლეს. როდესაც პავლემ ბლომად ფიჭხი მოაგროვა და ცეცხლს შეუკეთა, ხურვალების გამო იქედნე გამოძრვა და ხელზე შემოეხვა მას. მკვიდრებმა რომ დაინახეს მის ხელზე შემოხვეული გველი, ერთმანეთს უთხრეს: ეს კაცი ნამდვილად კაცის მკვლელია, რადგან ზღვას კი გადაურჩა, მაგრამ სამართალი სიცოცხლეს არ ანებებს. მაგრამ მან ხელი დაიქნია და ქვეწარმავალი ცეცხლში ჩააგდო ისე, რომ არაფერი ნებია. ისინი კი ელოდნენ, რომ დასივდებოდა, ან უცბად დაეცემოდა მკვდარი. მაგრამ რა კი დიდხანს ელოდნენ და ხედავდნენ არაფერი ევნო, აზრი შეიცვალეს და თქვეს: ეს ღმერთიაო. იმარემარეში კუნძულის მთავარს სახელად პოპლიოს ყანები ჰქონდა. მან მიგვიღო ჩვენ და 3 დღეს მეგობრულად გვიმასპინძლა. პოპლიოსის მამა ციებ-ცხელებითა და ნაწლავთა სნეულებით შეპყრობილი იწვა. შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელები დაასხა და განიკურნა იგი. ამ ამბის შემდეგ სხვებიც, ვისაც კი კუნძულზე რამე სჭირდა, მოდიოდნენ და იკურნებოდნენ. მათ დიდი პატივი გვცეს და წამოსვლისას საგზლით მოგვამარაგეს. 3 თვის შემდეგ გავემგზავრეთ კუნძულზე გამოზამთრებული ალექსანდრიული ხომალდით, რომელიც დიოსკურების ნიშანს ატარებდა. მივადექით სირაკუზას და 3 დღეს დავყავით იქ. იქიდან წამოვედით და რეგიუმს მივადექით. 1 დღის შემდეგ სამხრეთის ქარმა დაქროლა და მეორე დღეს პუტეოლში მივედით. სადაც ვნახეთ ძმები და მათი თხოვნით 7 დღეს დავრჩით იქ, ხოლო შემდეგ რომში წავედით. იქაურმა ძმებმა გაიგეს ჩვენი ამბავი და გამოვიდნენ ჩვენ შესახვედრად აპილუსის მოედნამდე და სამდუქნამდე. ისინი რომ დაინახა პავლემ, ღმერთს მადლობა შესწირა და გამხნევდა. როდესაც რომში მივედით, პავლეს უფლება მისცეს, თავისთვის ყოფილიყო მის ცოლ ჯარისკაცთან ერთად. 3 დღის შემდეგ პავლემ მოიწვია წარჩინებული იუდეველნი და როდესაც შეგროვდნენ, უთხრა მათ: კაცნო ძმანო, მე არაფერი ჩამიდენია ხალხისა და მამათა ჩვეულების საწინააღმდეგო და პატიმრად გადამცეს იერუსალიმიდან რომაელთა ხელთ. მათ დამკითხეს და უნდოდათ ჩემი გათავისუფლება, ვინაიდან არავითარი სასიკვდილო ბრალი არ მქონდა. მაგრამ რა კი იუდეველნი წინ აღმიდგნენ, იძულებული გავხდი კეისრის სამსჯავრო მომეთხოვა, თუმცა იმიტომ არა, რომ ჩემი ხალხისათვის რაიმე ბრალი დამედო. ამ მიზეზით მოგიწვიეთ, რომ მენახეთ და მელაპარაკა თქვენთან, ვინაიდან ისრაელის სასოებისათვის მაქვს ეს ჯაჭვი შემოხვეული. მათ კი უთხრეს მას: ჩვენ არც წერილი მიგვიღია შენზე იუდეიდან, არც ვინმეს მოსულ ძმათაგან უცნობებია ან უთქვამს შენზე რაიმე ძვირი. ოღონდ ჩვენ გვინდა მოვისმინოთ შენგან, რას ფიქრობ, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ამ წვალებლობას ყველგან ეწინააღმდეგებიან. დაუნიშნეს დღე და ბევრი მივიდა მასთან სასტუმროში და დილიდან საღამომდე არწმუნებდა მათ და უმოწვევდა ღვთის სასუფეველზე და იესოს შესახებ უდასტურებდა მოსეს რჯულიდან და წინასწარმეტყველთაგან. ერთნი ერწმუნენ მის ნალაპარაკებს, სხვებმა კი არ იწამეს. რომ ვერ შეთანხმდნენ წასვლისას, პავლემ უთხრა მათ: კარგად უთხრა სულიწმიდამ თქვენს მამებს, ესაია წინასწარმეტყველის პირით. მიდი ამ ხალხთან და უთხარი, სმენით მოისმენთ და ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ. ვინაიდან გამქისდა ამ ხალხის გული და ყურებით მძიმედ ესმით და დახუჭეს თვალები, რომ თვალებით ვერ ხედავდნენ, ყურებით არ ესმოდეთ, გულით ვერ ხვდებოდნენ, რომ არ გამკურნო ისინი. ამრიგად იცოდეთ, რომ ღვთის ხსნა მოევლინა წარმართებს და მოისმენენ კიდეც. ეს რომ თქვა, იუდეველნი წავიდნენ და დიდი დავა ჰქონდათ ერთმანეთში. პავლე მთელ 2 წელიწადს ცხოვრობდა თავის ნაქირავებში და ღებულობდა ყველა მასთან მიმსვლელს. ქადაგებდა ღვთის სასუფეველს და ასწავლიდა უფალი იესო ქრისტეზე სრული თავისუფლებით დაუბრკოლებლად.